ეს კომენტარი თინა ხიდაშელმა ბათუმში გააკეთა, სადაც ის სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმს სტუმრობდა. თინა ხიდაშელმა შტაბის ყაზარმის შეერაღება, ასევე საცურაო საშუალებები პირადად დაათვალიერა. მოგვიანებით კი ჯომარდობას დაესწრო. დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში თავდაცვის მინისტრი მედიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს ყველა სამხედრო ბაზას ეწვევა. უწყების პირველი პირი ბაზებზე მედიის წარმომადგენლებთან ერთად იცხოვრებს. არა მე უნდა ჩავდო ყველაფერი კი არ უნდა ფორმა მოგწეს და სადღე რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას იმ რეალობაზე, რომელიც არის ქართულ ჯარში ინფრასტრუქტურულად ერთის მხრივ, მეორეს მხრივ საბრძოლო მზადყოფნის თვალსაზრისით, ასევე თავად გნებავთ ოფიცრების და გნებავთ ჯარისკაცების, გნებავთ წევამდელების, გნებავთ ხელშეკრულებით ყოფი ჩვენი ბიჭების განწყობების შესახებ, დამოკიდებულებების შესახებ მით უფრო მარტივი იქნება ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავება. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, წიგნებში დაგვიკითხავს, კინოებში გვინახავს, რომ ჯარს ომს არ იგებს მხოლოდ ჯარი, ომს იგებს მთელი საზოგადოება. და ეს არ არის უბრალოდ ესეთი ფრაზა, რომელსაც ვიტყვით, ეს არის რეალობა. მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტებმა იცოდნენ, თუ როგორ ცხოვრობს, რითი ცხოვრობს ქართულ შეერთებული ძალები. დღეს გქონდა ჩვენ ფაქტობრივად ერთი გავია ის გზა, რასაც ერთი ჩვეულებრივი სასწავლო დღეს გადის სპეცდანიშნულების მებრძოლი.